ქუთაისში თუ არის განთქმული ბიკენტია საქაბაბე, ბათუმში აგერ კაკოია საქაბაბე. ამ კაკოია საქაბაბაზე მოგწერეს ბათუმელებმა, აინტერესებთ თუ როგორ პირობებში ამზადებენ ქაბაბს, ჩვენც რა თქმა უნდა გვაინტერესებს, ამიტომ მადონა კოიძე გადამღები ჯგუფით შედის სამზარეულოში, ჩვენ კი დარბაზში. კარები დაკეტილი უნდა იყოს, ბადე უნდა იყოს აუცილებლად. აქ საჭმელს ამზადებთ და აქ ჭუჭელი ირეცხებოდეს, ჩვეულებრივი ჯვარედინი არის, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს მალე ჩვენაც აიწყებს და უნდა შეაკეთოთ. აი ეს არის წვეთა. აი ბრუნდება ჩვეულებრივად აი ჯაჭვში, ნახეთ. ანუ გამწოვის სიმძლავრი არ არის საკმარისი და ამიტომ სამწუხაროდ ხდება ისევ დაბრუნება. მაცივარი სუფთაა. და ყველაფერზე ვადები არის. კი ბატონო. მაცივართან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. ცუდია ის, რომ აი ტილო პირდაპირ დადებულია მერერა, რომ გადასაყრელ პროდუქტზე იჟრინთება და მიკროფთა რაოდენობა იზრდება შემდეგ, იმიტომ რომ დეზინფექციის გარეშე და გამოხარშვის გარეშე ფაქტიურად ეს უკვე ტილო მაგიდის გადაწმენდა ცოტა ძალიან არასასიამოვნოა. კილოები და ზაკერძები და გადასაყრელი კერძები წვდომაში ერთმანეთთან არ უნდა იყოს, მაგიდის ტილო უნდა იყოს მაგიდის ტილო. ტრაპის სველია და ეთყობა, რომ იატაკიც კარგად ირეცხება. აი ესე ძალიან სასიამოვნოა. ტრაპი როდესაც გაბინდულია, იატაკი არ ირეცხება. იატაკის ტილოების არსებობა აქ მე პირადად ძალიან მადარდებს, იმიტომ რომ აქვე რეცხავთ მაგიდის ტილოებს, კი ბატონო, მისაღებია და დასაშვებია. მაგრამ აი იატაკის ტილოები იყოს აი აქ ეს იმაზე მეტყოლებს რომ აქ ეცხავ. ვერაფრ ვერ დავიჯერებ. მაშინ აქ, ეხა აქ ამოყარეს, წყალი მერე წაიღეს აბაზანაში, საფერფაროში გადაასხეს, მერე მოვიდნენ, ჩაყრიან ისევ იმაში სათლში წაიღებენ, ნუ ეხა ეს ხო აბსურდია. მოკრძალებული დიზაინი, ინტერიერი არის ძალიან უბრალო. აი ესეთი მაგიდებია, სადაც დადგებით და მიირთმევთ ქაბაბს, არის დასაჯდომი ადგილებიც და თვითონ ქაბაბი, უნდა გითხრათ, რომ ძალიან გავს ბიკენტიას ქაბაბს. აი ქაბაბი, რომელიც პირდაპირ соусშია რა, соуსი და ხორცი ერთად არის. ეს არის ესეთი სპეციფიკა ამ ქაბაბის ბიკენტიაშიც და აქაც კაკოია საქაბაბეშიც. აი ესეთი ფოტოებია და რეპროდუქციები, რა თქმა უნდა, ყველაფერი საჭმელთან და კერძებთან არის დაკავშირებული. ლუდი, იმიტომ რომ ძირითადად მაინც მამაკაცები შემოდიან და ლუდს მიირთმევენ და აი სხვადასხვა ტიპის კერძები. ეს არის კაკოია? ხო. მას ქონდა ესეთი. ხო, მაგრამ შვილი აგრძელებს ახლა ბიზნესს და აგერ არის მენიუ, ქაბაბი, დიდი ულუფაც არის, საშუალოც და დანარჩენი სულ სასმელებია. ჭაჭა, ლუდი, კოკა-კოლა და ასე შემდეგ. საინტერესო კოლორიტული სურათებია, ყველაფერი ხორცთან არის, რა თქმა უნდა. დაკავშირებული და соусებთან. საქაბაბეს აქვს ტუალეტი, ძველი კარია, მაგრამ შიგნით აი რა გითხრათ. მეტნაკლებად თურქული ტუალეტი, აი ეს არის რაც არის. ხელსაბანი არის, ხელს დაიბან, თხევადი საპონი არის, ქაღალდი არის. ქაბაბი სად მზადდება? სად, რომელ ობიექტზე? არაფერი არ ვიცი, ჩვენ დამზადებული მაქვს მაქსიმუმ. აბა ვინ იცის? დაურეკეთ ხელმძღვანელს და კითხეთ. სად მზადდება ქაბაბი? ისმე როდო ის შედოვა და იგი ქაბაბის მზადება უნდა მე ახლა ხო იგი მაშინ გიორგი გაყობა მე არ ვიცი მაისა და გიორგი მისე გავაყოლე გიორგი სად მზადდება ქაბაბი ჩვენ არ თქმა უნდა გავიგეთ მაგრამ ეხლა მისვას აზრი არ აქვს საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ტერიტორიულად არის მოცილებით ცოტა შორს არის და არ გვინდა მივცეთ იმის ფუნება რომ მოაწესრიგონ ობიექტი მოულოდნელობის ეფექტს არ დავკარგავთ მისამართ შევინახავთ და სხვა დროს აუცილებლად გაჩვენებთ